ჩვენ ბოლოს დავასრულეთ საუბარი მეგობარი აქტზე, აი როგორ გგონიათ, რა მოლოდინი გაქვთ, რას მოიტანს ახლა მისი წინწაწევა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში? მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია სენატში, ასე რომ ეს ხო, ანუ ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც იყო დაპირება, ანუ ისე გრძელდება ეს ყველაფერი, გასულ წელს გახსოვთ თქვენ, რომ ვერ მოხერხდა ამ აქტის მიღება და შესაბამისად უკვე წელს ამ მიმართულებით გააქტიურდა როგორც წარმომადგენლობითი პალატა, ასევე სენატი, ხომ? მნიშვნელოვანი ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს არის ორპარტიული. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ დემოკრატიისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამიტომ ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ ხომ გარკვეული პროცესები მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიუხედავად ამისა, ეს მხარდაჭერა არ იკლებს და კიდევ ერთხელ, ანუ შეიძლება ფოკუსი დღეს იქ საუბრის და დისკუსიის სხვა არის, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ისინი ნახულობენ დროს იმისთვის, რომ ჩვენ ყურადღება მოგვაქციონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ აი ამ შეცვლილი ვითარების ფონზე რა პერსპექტივა აქვს ახლა ამ პერსპექტივა ზუსტად ამას შეიძლება ეგონა, რომ პერსპექტივა არ აქვს, თუმცა აქვს, როგორც ჩანს, ხომ? და კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ ეს არის ორპარტიული მხარდაჭერის მქონე აქტი და შესაბამისად ამას აქვს ასე ვთქვათ შესაძლებლობა, რომ იგი ძალიან ახლო მომავალში იქნეს მიღებული, იმიტომ რომ არის ორპარტიული კიდევ ერთხელ. ნახევარი რესპუბლიკელების არიან. ხო, თანაფარდობასაც რომ შევხედოთ ამ თანასპონსორების ნახევარს ფაქტობრივად რესპუბლიკელები. ამიტომ დღეს თუ ვინმეს აქვს და მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან ვინმეს აქვს, ესე იგი წარმოდგენა იმისა, რომ შეიძლება რაიმე ვითარება ამ მიმართულებით შეიცვალოს, რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე არ ამგონია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მათ წლების განმავლობაში აკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც რესპუბლიკელებისთვის, ასევე დემოკრატებისთვის ენახებინათ, რომ ისინი არიან ამერიკული ინტერესების მტრები აქ, ხომ? ისინი ერჩოდნენ ამერიკულ კომპანიებს, ისინი უახლოვდებოდნენ რუსეთს, ჩინეთს, ირანს და შესაბამისად ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს იმაზე, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდებათ მათ იმისთვის, რომ მათზე წარმოდგენები შეიცვალოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. რეალურად როგორ ფიქრობთ, განცხადებებს ნახავდით უმადურობის აქტი ასე შემდეგ, სანქციებზეც მსგავსი რიტორიკა, მაგრამ აღალვებთ თუ არა რეალურად ის რაც შეიძლება მოყვეს ამ აქტს თუ კი მას მიიღებენ. მე მგონია, რომ აი საზოგადოებაში ხომ რა დისკუსია ზუსტად ის რაც თქვენ კითხვა დასვით, ხომ რომ აღელვებთ თუ არა, რა თქმა უნდა აღელვებთ. ეხლა რას მეუბნებით თქვენ, რომ ის რომ პარტიის დამფუძნებელი არის დასანქცირებულების სიაში, ის რომ სანქციები დაწესდა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ დიდი ბრიტანეთის მხრიდან, ევროპის წევრი სახელმწიფოების მხრიდან, ის რომ სანქციები დაწესდა არა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, არამედ კონკრეტულ შემსრულებლებზე, ხომ, მოსამართლეებზე, პროკურორებზე, სრულ მოწმე პოლიციელებზე. ეს არის, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან დიდი პრობლემა. ის რომ ეხლა გასაგებია, რომ საჯაროდ ეხლა გამოვლენ და არ იტყვიან, რომ რა გვეშველება ხალხო, ძალიან ცუდად არის ვითარება. ნახეთ ქალბატონო, ამის საპასუხოდ ჯერ ერთი მათ არ გადაუდგამთ ნაბიჯი უკან, არც ერთ მოთხოვნასთან მიმართებით, რაც აქვს ამ პროტესტს. მეორე მხრივ შემოაქვთ დრაკონული კანონები, რომელიც რეპრესიულ ახალ ტალღას მოუწყობს, ახლა მედიას, სამოქალაქო სექტორს. ეს არის თუ არა მათი პასუხი ერთგვარად სანქციებზე. ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე გვაყენებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რაც არის დარჩენილი ამ ქვეყანაში უკანასკნელი. მოდით ასე ვთქვათ, ეხლა შეიძლება ესე იგი ძალიან ისეთი აშკარად ვერ ხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა რა თქმა უნდა კონკრეტული მათი ასე ვთქვათ ნერვიულობები და გადაწყვეტილებები მიუთითებს იმაზე, რომ მთლად კარგად არ აქვთ ხო საქმე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ხლა თავის მართლების ჯერ გადააკეთდნენ თვითონ აი მათ პროპაგანდას რომ შევხედოთ უცბად რაღაცა ამერიკის დიდი მოყვარულები გახდნენ ხო, აი უცბად ეს რაღაცა შეუყვარდათ ეს ამერიკა და ეს ამერიკული ღირებულებები და ასე შემდეგ, უცბად გადაერთვნენ მოკლედ
ამ რიტორიკაზე. ტელეიმედიც გახდა უცებ პროამერიკული. ხო, ნუ აი რაღაცა უცბად ძალიან დიდი სიყვარული და ნუ მოკლედ იქაური რაღაცა ღირებულებები, თუმცა როგორც გვანახებენ, მათი გახდა, ხო? მე ხლა ეგ ხო სასაცილოა. მეორე არის ხო, ნუ გასაგებია, მაგრამ ნუ ცოტა სასაცილო არის ახლა ეს ყველაფერი. მეორე არის ის, რომ ჩვენ რომ შევხედოთ, ხომ, რას აკეთებენ დღეს, ანუ ზუსტად იქ იღებენ გადაწყვეტილებებს და იმ კანონებს ცვლიან, სადაც აშკარად ჩანს, რომ პრობლემები აქვთ, ხო? მაგალითად, რომ ავიღოთ უწყვეტი პროტესტი, მათთვის არის ძალიან დიდი პრობლემა, ხომ? და აი ორჯერ შეცვალეს კანონი, გაზარდეს ჯარიმები, რაღაცა ყველაფერი აკრძალეს, ისეთი პირბადეც, ასეთი პირბადეც, რაღაცა ყველაფერი აკრძალეს, მაინც ლაზერი, ყველაფერი, ანუ უკვე რაღაცა კომიკურ ვითარებაში გადავიდნენ და მიუხედავად ამისა უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ესენი კიდე ცვლიან ამ კანონებს, ვერ ასრულებენ, იმიტომ რომ ძალიან რთული არის რამდენიმე 1000 ადამიანის დაჯარიმება, ვიღაცებთან მიდის ეს დაჯარიმების ქვითრები, ზოგან ადრე, ზოგან გვიან, ზოგან სხვადასხვა თანხებზე. რამდენიმე 1000-ია, ჩაგიკითხებ, რამდენიმე 1000 შეიძლება არ მგონია. მე ვერ ვიყავს სტატისტიკა, რომ ვეძებდი, რომ აი 1000-ზე მეტი შეიძლება იყოს, მაგრამ გადახდილი ჯარიმების გასული წლისა და ამ წლის ძალიან პატარა სხვაობა. ამიტომ ახლა ის ინფორმაცია რომ ვრცელდებოდა, რომ თითქოს 18 მილიონი შევიდა ამ ჯარიმებიდან, ეს არის ჯამი იყო ადმინისტრაციულის და შეიძლება ყოფილიყო სხვა. მაქსიმალურად ძალიან ბევრი ადამიანი დააჯარიმება. ამას სჭირდება ადამიანური რესურსი. ამას სჭირდება რაღაცა რამდენიმე 1000 პოლიციელი, რომელიც ამაზე იქნება მიმართული. შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გაასაჯირო და ამაზეც ვიღაცამ უნდა დრო დაკარგოს. შემდეგ ეს ყველაფერი მიდის სასამართლოში და ამაზეც უნდა დრო დაიხარჯოს, ხომ? ამ მოსამართლეებს აქვთ სხვა საქმეებიც, რომელიც უნდა განიხილოს. თან ყველა არის დასანქცირებული, ვინც ამას განიხილავს, ხომ? ჩვენ რომ შევხედოთ ამ პროცესებს, გადადება ხდება ამ პროცესების, ვეღარ კიდებენ ხელს ამ საქმეებს, ხვდებიან რომ შეიძლება სხვა ქვეყნებიც დაემატოს დასანქცირება, ვინც დაასანქცირებს. ახალი მოსამართლეები შემოყავთ. ახალი მოსამართლეები შემოყავთ სისხლის საქმეებში. ხედავენ რომ ვინც დასანქცირებული არის, იმათი ნდობა აღარ შეიძლება, იმიტომ რომ იმათთვის პრობლემაა. ისინი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ვეღარ შევლენ. ანუ ფაქტიურად ის, რაზეც ადრე იყვნენ, ანუ იყენებდნენ იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირმა მოგვანიჭა, უვიზო მიმოსვლა, დღეს ის მათ სერიოზული პრობლემები აქვთ ამასთან დაკავშირებით, ხო? და ქვეყნების რაოდენობაც იზრდება, რაც თავარია. იწყებს ხოლმე ბალტიისპირეთი და აგრძელებენ სხვები. ამიტომ ეხლა ევროკავშირისდანაც განცხადება გვაქვს, რომ ამას გაითვალისწინებთ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს, ხო? 70-ზე მეტი დასანქცირებული რომ არის ლიეტუვაში ვნახავთ, ხო, ვინ არიან იქ ამბობენ, რომ ნახეთ, ამბობთ, რომ ხო იქ გადატვირთულები არიან ისინი, ხო? ვერ ახერხებენ აღსრულებას. ჩიხში ისინი არიან თუ პროტესტი? თუ ორივე ერთად. იცით რა არის? მე მგონია თუ ახლა საუბრობთ ისინი რა მდგომარეობაში არიან, ხო, აი ხა მინდა გავაგრძელო იქ რა კანონებს ცვლიან. მაგალითად მედიაზე, ხო, მიხვდნენ რომ მედიაში შეიძლება საერთაშორისო დახმარება შემოვიდეს და ამიტომ აკრძალეს ეს, ხო? მაგალითად მათთვის პრობლემა არის ის, რომ საზოგადოებამ გაიცნო ის პროკურორები და პოლიციელები, რომლებიც ჩართულები არიან ამ საქმეში, ამიტომ აიგრძალა კანონით მათი, ასე ვთქვათ, კრიტიკა, ხო? მაგალითად მათთვის პრობლემა არის თეატრის პროტესტი და იქაც რაღაცა თეატრის შესახებ კანონში. ანუ ესენი ახლა ცდილობენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯგუფია, რომელიც არის ორგანიზებული, რომელიც ამ პროტესტში არის ჩართული სხვადასხვა ფორმით და ცდილობენ რომ ეს ჯგუფები გააჩერონ, ოღონდ ვერ აჩერებენ. ეს ხო ფაქტია. კი, გასაგებია, ზოგჯერ მეტი ადამიანი არის რუსთაველზე და ზოგჯერ ნაკლები არის. ახლა ყოველთვის რამდენიმე 100-1000 ადამიანი იქ არ იქნება, მაგრამ ის რომ პროტესტი იქ არის, ის რომ ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაცა განსაკუთრებული თარიღია, როდესაც რაღაც განსაკუთრებული მოწოდება იქ ადამიანები არიან, ეს არის ფაქტი. გასაგებია, რომ ახალი ენერგიით უნდა შევიდეთ ამ ყველაფერში, გაზაფხული მოვიდა, ეხლა ჩვენი დათბა, ეხლა ჩვენი დრო არის, ეს გასაგებია, რომ უნდა იყოს რაღაც პოლიტიკური პროცესიც, ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ იყოს და იმედი მაქვს რომ საქართველოს პრეზიდენტიც და სხვაებიც ამაში ჩაერთვებიან და არის ხო რაღაცა პროცესი მიმდინარეობს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია რომ ვილაპარაკოთ. მესმის რომ ეს არის ძალიან რთული, მესმის რომ ყველა დავიღალეთ, მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი რომ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა და ეს უნდა გავაკეთოთ. ეს ხოთაშორის სანქციებზე როცა საუბრობდით, ხშირად თუ განცხადებებს შევხედავთ, სანქციების ავტორებზე მეტად ბრაზობენ თქვენზე ხოლმე. პოლიტიკურ განცხადებებშიც, პროპაგანდაშიც შრომას კიფასებენ ამ განცხადებებით, თუ როგორ ფიქრობთ, როგორ აღიქვამთ ხოლმე
ამ ტიპის თავდასხმებს, რასაც პრინციპში მიჩვეული ხართ. თუ მაინც თქვენი პოლიტიკა განსაკუთრებით არ იმუშაო და არ ისაუბროთ ამ საკითხს. იცით რა არის, რა ვიცი, აი ნაკლებად მაინტერესებს მართალი გითხრათ. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი საქმე, ხო? ანუ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, აქტივისტურ ჯგუფებს, რა ვიცი, სხვა პროფესიულ ჯგუფებს, ანუ მე არ ამგონია რომ ჩვენ ვინმე უნდა გაჩერდეს ამ ბრძოლაში იმის გამო რომ არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ემსახურება ერთ ადამიანს რაღაცას იტყვის შენზე. კი, დარწმუნებული ვარ რომ ბრაზობენ, აბა რატო ბრაზობენ? თუ პრობლემა მათთვის ეს არ არის, თუ მათთვის პრობლემა არ არის რომ სახლები წაართვეს დიდ ბრიტანეთში და რაღაცა გაუყინეს ანგარიშები, მაშინ რატო ბრაზობენ, ხო? იმიტომ ბრაზობენ რომ ეს არის მათთვის პრობლემა. ხა მე მგონია რომ ის რომ ეს ამდენი ადამიანი შემსრულებელი სანქცირდება, ამაში ძალიან დიდი დამსახურება არის მედიის, ის რომ იქ ხართ, ის რომ აშუქებთ ამ ყველაფერს, ის რომ ადამიანებმა იციან ვინ არიან ისინი, ვინც ასრულებენ ივანიშვილის უკანონო დავალებას. ეს არის აქ მთავარი და შესაბამისად ჩვენ ვხედავთ რომ ყველა საელჩოს წარმომადგენელი საერთოდ გაყოფილი აქვთ ესე ვთქვათ სასამართლოს პროცესები და ყველა დადის და ყველა აგროვებს ინფორმაციას და ყველა მიცის იქ რა ხდება. გარდა იმისა, რა თქმა უნდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ანალიზს აკეთებს და დამოუკიდებელ შეფასებას იმ საქმეების სამელჩების დასწრებაზე დღეს კობახიძემ თქვა რომ ეს შეიძლება თქვა ახლა რომ არ გაინტერესებთ ქართული ოცნება რას იტყვის, მაგრამ აი ოცნების პრემიერის გამოხმაურება ასეთია, რომ ეს ჩარევა, ოცნების სპიკერის გამოხმაურება, რომ აი რევიზორები არიან ისინი და ცდილობენ რაღაცა ზეგავლენის მოხდენას პროცესებზე, როდესაც საელჩოები ესწრებიან სასამართლოს ხტომებს. რეალურად ისინი ინფორმაციას იღებენ ამ სასამართლოს ხტომებიდან. დღეს ოჩერს პაპუაშვილი მასაც ამბობდა, რომ მასაჩქარავა ერთ თარგმნეს ალბათ თარჯიმანი, არ ამგონია ინფორმაციას იღებენ ისინი. როგორღაც მოახერხებენ იმის გაგებას იქ რა ხდება. იქ ისეთი ამბავი ხდება, რომ ამას მე მგონი თარგმანიც არ ჭირდება. ეს არის ტრაგიკული, აი რაღაცა, ვუყურებთ რაღაცა ტრაგიკომედიას, ფილმს ვუყურებთ. ეს მოსამართლეები, რომლებიც ისეთ რაღაცაზე მიდიან, რომ ავიცი მე ხა ნორმალური ადამიანი ამაზე ვერ წავა, ხო? რომ ზუსტად ხედავენ, რომ იქ არაფერი არ არის, საქმეში არაფერი არ არის. ზუსტად ხედავენ რომ ეს არის პოლიტიკური დავალება და ამ ახალგაზრდებს მომავალს უკლავენ. ამაზე ახლა რომ მიდიხარ, ყველაფერი უკვე ნათქვამია რა და იქ ხედავენ, როდესაც არიან მოწმეები ერთმანეთისგან განსხვავებულ, ესე იგი, ასე ვთქვათ, ინფორმაციას რო აწვდიან მოსამართლეებს, ხედავენ რომ ეს ბავშვები ერთმანეთს არც იცნობენ, იქ გაიცნეს ერთმანეთს. როგორ შეიძლება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ, ედავები ჯგუფურ ძალადობას, ხო? არ არის სავალდებულო ნაცნობობა არსებობს, რომ რაღაცა იგეგმებოდა ამ ადამიანების მიერ. არაფერი არ არსებობს. არის უბრალოდ წინასწარ დაგეგმილი რაღაცა პროპაგანდა, რომელშიც ჩართული არის ქართული ოცნების პროპაგანდისტული არხები, აი ესე მოამზადეს რაღაცა სიუჟეტი, რაღაცა ფაბულა და ამ ფაბულის ნაწილი გახდნენ ეს ადამიანები. მეტი არაფერი. და ეს არის სამარცხვინო, რაც ხდება და მე მგონია რომ აი ესეც არ არის საკმარისი ესეთი ტიპის სანქციები, კიდე სხვა სანქციებიც იქნება. თემა გავაგრძელოთ, თქვით რომ ეს არ არის საკმარისი, რაც არის ამ დრომდე ოცნების განცხადებებში მაინც ჩანს იმედი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დაწესებული სანქციები ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეიძლება გადაიხედოს. თეა წულკენმაც თქვა ამ თემაზე რამდენჯერმე. რამდენად არის ამის შანსი იმ პირობებში, რომ მან დიდი ხნით შეყოვდეს ამ მართლაც გადაიხედოს, მაშინ როცა ვხედავთ დიდ გეოპოლიტიკურ გადაალაგებებს და ნაკლებად შეიძლება იყოს ახლა დრო სწორედ საქართველოზე ფოკუსირებისთვის ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ან რა კვებავს, ან რა საფუძველი აქვს ოცნებებს ამ მიმართულებით. ხო, არ ვიცი მათი საფუძველი რა არის, მაგრამ სულ ცოტა მაგნიცკის სიაში, როდესაც არიან ადამიანები და მაგნიცკის სიაში ხვდები იმ შემთხვევაში, თუ კი წამებაში გაქვს, ადამიანების წამებაში გაქვს მონაწილეობა მიღებული, ცხადია, არაფერი არ გიშველის. სამუდამო სტატუსია ივანიშვილს, რომელიც არ არის მაგნიცკის სიაში, შეიძლება მოახერხოს მან
ამ სანქციულმა წააღებინოს ჩვენ უნდა ადმინისტრაციას. შევხედოთ პოლიტიკური სიტუაცია როგორ გაგრძელდება და პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის საჭირო იქნება თუ არა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა აქაც მგონია რომ ეს არის უპერსპექტივო. თუმცა რა თქმა უნდა ახლა თუ საჭიროება იქნა იმისთვის რომ რაღაცა განმუხტვა მოხდეს, არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს აი იმ ინფორმაციით რა ინფორმაცია მე გამაჩნია და როგორც მიდის ვითარება, ეს მგონია გამორიცხული. სხვათა შორის ლობიზმის კვალი რამდენად ჩანს აი ამერიკის კონსერვატორულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალას ატრიალებდა იმედი დიდი ხნის განმავლობაში. ხედავთ აქტიურ მცდელობებს ამ მიმართულებით რომ აირიდოს სანქციები, აი ლობისტების შრომა უკვე არის თუ არა მკაფიოდ დასანახი. ივანიშვილის ასეთ. რა არის იცით ეს ლობისტები ხო ამ ლობისტებს რისთვის იყენებ ხომ იმისთვის რომ კონკრეტულად იმ ადამიანებთან გაკვალო და მქონდეს ურთიერთობა რომლებსაც ან თქვენზე ინფორმაცია არ გააჩნიათ და ან კიდევ რაღაცა ღიაობა აქვს იმისთვის რომ მაგალითად თქვენი ასე ვთქვათ მხარე დაიჭირონ. ეს იგი ამ წლების განმავლობაში იმდენი დეზინფორმაცია ქონდა ქართულ ოცნებას რესპუბლიკერის სენატორების წინააღმდეგ. ანუ ადამიანები, რომლებიც ჩვენს რეგიონზე მუშაობენ და საქართველოზე მუშაობენ, ხომ? ესეთი ადამიანები ცოტაა, ხომ? იმიტომ რომ ხა ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებას აქცევს ძალიან ბევრ ქვეყანას სოფლიოში და ხა სულ შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს, იგივე სენატში ან წარმომადგენლობით პალატაში, რომელიც დაინტერესებული ამ რეგიონით და ამ რეგიონზე მუშაობს, ხო? ყველა ეს ადამიანი ისე გააშავეს, ისეთი პროპაგანდა იყო ამ ადამიანების წინააღმდეგ, რომ არ ვიცი ახლა თუ ვინმე ახალი გამოჩნდა, ვინც საქართველოს საკითხებით დაინტერესდება, ნამდვილად არ ვიცი, რა თქმა უნდა ლობიზმი იქნება, რა თქმა უნდა იქნება ეს ყველაფერი, ამას ექნება ადგილი, მაგრამ მე მგონია რომ განწყობები უკვე სენატში ისეთია და თვითონ ეს ამ აქტის განხილვაც, მეგობარი აქტის განხილვაც რომ მიმდინარეობს, ძალიან აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მათი სიტუაცია კარგი არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. კი ბატონო, მიუბრუნდეთ ახლა ისევ აი ამ დრაკონულ კანონებს, რეპრესიულ კანონებს, რომლითაც სისტემა იბრძვის ერთი მხრივ ახლა მედიას, მეორე მხრივ არასამთავრობო სექტორს, ხომ? აი ყველაფრის ძალაში შესვლის შემდეგ გასაგებია რომ ეს არის ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე პარლამენტი, მაგრამ ისინი იღებენ ამ კანონებს, შეყავთ ძალაში და ცდილობენ მის აღსრულებასაც. შეეცდებიან მომავალში. აი როგორ ფიქრობთ ამის შემდეგ უკვე თქვენ საქმიანობის გაგრძელებას რა გამოწვევების წინაშე აყენებს არასამთავრობო სექტორს? იცით რა არის მე დღეს ვფიქრობ მხოლოდ იმ 53 ადამიანზე რომელიც არის ციხეში. აი ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე რა შეიძლება რაღაც ამ კანონების შეცვლით რა შეიძლება დაემუქროს კონკრეტულად ჩემ ორგანიზაციას. მე ვიცი რომ მე ვიმუშავებ და ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი არის აი ამ 53 ადამიანის შველა და გამოყვანა როგორ გააგრძელებთ ფუნქციონირებას პირობებში. იცით რა არის ახლა ჩვენ ორგანიზაციაში ხა თვითონ როგორც ესეთი ხა იურიდიული ფორმა ამას ექნება თუ არ ექნება ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ საერთაშორისო გამჭვირვალობაში ადამიანები მუშაობენ იდეის გამო და დღეს იმდენ რაღაცას აკეთებენ, მათ შორის აი ამ საქმისთვის, რომ ეს არც რამე პროექტის ნაწილია და არც რამე სხვა რაღაცის ნაწილია, ხომ? ნამდვილად გვჯერა იმის, რომ ჩვენ სწორ საქმეს ვაკეთებთ და ეს არის რასაც უნდა ვაკეთებდეთ ახლა. ამიტომ მე ამაზე არ ვფიქრობ, ჩვენ საქმიანობას ვაგრძელებთ, ვიცი რომ ბევრ რაღაცასაც შეეცდებიან, ჩვენ გააზრებული გვაქვს ის რისკები, რაც შეიძლება გვემუქრებოდეს ჩვენ იმის გამო რომ ამ საქმეში ვართ. მოდი ასე ვთქვათ. ამაზე ნაფიქრი გვაქვს, გააზრებული გვაქვს და ძალიან გააზრებულად მივდივართ აქ და ვაგრძელებთ ბრძოლას. ესე ვართ და სანამ ამის საშუალება გვექნება, ამას გავაკეთებ და დარწმუნებული საშუალება ვითარება ხომ არ მიდის ჩიხამდე, სადაც უბრალოდ ვეღარ ფუნქციონირებთ და ვერ შეძლებთ მოქალაქეების დაცვას. ცხადია, იმიტომ ხართ სამიზნები, რომ ამ მოქალაქეებს იცავთ. ისვეც პროკურატურა თხოვს მასალებს, აქეთ ეს კანონების პროკურატურა მიაწოდეს კიდევაც დასამალი არაფერი არ აქვს მართლა ხომ ჩიხამდე შეიძლება მიდიოდეს, მაგრამ ყველას პრობლემას ვერ შეუქმნიან. ყველას მე შეიძლება გავჩერდე, მაგრამ სხვა გააგრძელებს. ანუ
არ არის ეს პრობლემა. პრობლემა არის დღეს ის, რომ და პრობლემა კი არ არის, მაგრამ ჩვენ რაზე უნდა ვიფიქროთ დღეს არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კოორდინირებულები, ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა გქონდეს ერთი ხაზი, ჩვენ არ უნდა დავიღალოთ ამ ბრძოლაში და ჩვენ უნდა გვჯეროდეს გამარჯვების. აი ეს არის მთავარი დღეს. დანარჩენს ვნახავთ, შევხედავთ, ჩვენი ასე ვთქვათ, დამარცხებაც არ არის ისეთი მარტივი. კი, აი წინა არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი შეფასებებით ხშირად გამხდარა ხომ ოცნების მხრიდან თავდასხმის ობიექტი. ახლა ამოცემულობაში აი როგორ გონიათ ქალბატონო ეკა, თუ არ ინიშნება ახალი არჩევნები, მოდის თვითმმართველობის არჩევნები, რისთვისაც ოცნება უკვე აშკარა რიტორიკის დონეზეც და ქმედებებითაც როგორც ჩანს ემზადება, უნდა მონაწილეობდეს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური სპექტრი. ასეთ მოცემულობაში როგორიც არის, ანუ უნდა მიიღოს თუ არა გადაწყვეტილება იქამდე ვიდრე არ დანიშნულა ახალი არჩევნები. იცით რა ის აი გულწრფელად გეტყვით სულ ახლახანს დავიწყებ ფიქრი რომ რეკომენდაცია რა იქნებოდა თქვენი ამას გეკითხებით სულ ახლახანს დავიწყებ ფიქრი იმაზე რომ ხო სხვათა შორის ეს ადგილობრივი არჩევნები მოდის და ახლოს არის ხომ მე ვერ მივცემ ვერანაირ რეკომენდაციას ოპოზიციას მართლა ვერა იმიტომ რომ თვითონ უნდა დაფიქრდნენ ამ მომრჩეველზე და თავის საკუთარ შანსებზე ხო მოდით ასე ვთქვათ ეხლა ჩემთვის რაც არის ძალიან აშკარა არის ის რომ ამ ცესკოს პირობებში და ხა ამ სამართალდამცავი უწყებებით სადაც ნახევარზე მეტი დასანქცირებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარება ძალიან გაჭირდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ისეთი კონსოლიდირებული არის ოპოზიცია, რომ რაღაცა სხვა შედეგებზე გავიდნენ. არ ვიცი, ეს მათი საქმეა, მათი გადასაწყვეტია. მე მგონია, რომ მოცემულობა არის ის, რომ რაც უფრო ახლოს მივლენ ადგილობრივ არჩევნებამდე, მით უფრო მეტი კითხვა იქნება ყველას მხრიდან, მათ შორის მედიის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ოპონენტების მხრიდან, დასავლეთის მხრიდან, რას აპირებთ, ხომ? და რაც არ უნდა გადაწყვიტონ, ეს უნდა იყოს, ამას უნდა კონდეს დასაბუთება, მოდით ასე ვთქვათ. აი, რატო შვებიან ამას? ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო, მაგრამ მე მგონია, რომ ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ადრეა. მე მგონია, რომ მთავარი ჩვენი ასე ვთქვათ, მიზანი არის ახალი არჩევნები, იმიტომ რომ მხოლოდ საპარლამენტო ახალი არჩევნების პირობებში შესაძლებელი იქნება ამ კრიზისის გადაჭრა და საქართველოს დაბრუნება ევროპის, ასე ვთქვათ, ხაზზე. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნებით ამას საგარეო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, პრიორიტეტებს ვერ შევცვლი, ხო? ეს არის აქ მთავარი, ეს უნდა გვახსოვდეს. ამიტომ კრიზისის განმუხტვა ჩემთვის არის ახალი არჩევნები.